როცა კომპანიის ბიზნეს მოდელი ადამიანზე, პასუხისმგებლიან მიდგომაზე, პროგრესსა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე ორიენტირებული, მაშინ ყველაფერი დასაქმებულებზე ზრუნვით იწყება. ასე არქის შემთხვევაშიც კომპანია დაფუძნების დღიდან განსაკუთრებულ ყურადღებას დასაქმებულებისთვის პოზიტიური გარემოსა და საჭირო პირობების შექმნას უთმობს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი კლიენტები იყვნენ კმაყოფილები. ჩვენ კლიენტებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ მათ თავი იგრძნო თავიანთ სახლში, როგორც არქელები არიან გამორჩეულები ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი თანამშრომლები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ბედნიერები, უნდა იყვნენ მოტივირებულები. თანამშრომლების განვითარებაზე ხარჯავთ როგორც ადამიანურ, ისე ფინანსურ რესურსს და მომავალში გვეგმავთ კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩავდოთ ამაში. 51 დასრულებული და 31 მიმდინარე პროექტი. 50,000-ზე მეტი არქელი და გუნდის 323 წევრი. ასე გამოიყურება არქის 19 წლიანი ისტორია. კომპანიამ სპეციალური ღონისძიება გამართა, სადაც საზოგადოებას HR და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საკუთარი ხედვა, საომალო გეგმები და არსებული მიდგომები წარუდგინა. არქიში ამბობენ, რომ მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად თანამშრომლების განვითარების მხარდაჭერა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. ადამიანზე ორიენტირებულობით, სამართლიანობით, გუნდურობით, განვითარებითა და მოქნილობით ჩვენი მომხმარებლებისთვის ძლიერი გუნდით ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას, რაც არის არქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. არქი არის ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში და ნომერ პირველი დამსაქმებელი. აქ არის ის მიმართულებები, რაზეც კომპანია გააკეთებს აქცენტს და წლის განმავლობაში ძალიან ბევრ სხვადასხვა პროექტს შემოგთავაზებთ. მუდმივი განვითარება, სამართლიანობა, მოქნილობა და სისწრაფე. გუნდში ახალი თანამშრომლების შემატება თუ უკვე არსებული თანამშრომლების დაწინაურება და წახალისება. საერთო ღონისძიებების დაგეგმვა, გასართობი აქტივობები თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის, ყოველწლიური ერთობლივი სოციალური კამპანიები. ასე გამოიყურება არქის ერთი დიდი ოჯახის კორპორაციული ყოველდღიურობა. პრეზენტაციაზე მიწვეული სპიკერი მედია ტაბადაძეც მონაწილეობდა, რომელმაც საერთაშორისო ტენდენციებზე ისაუბრა და არქის ადამიანური რესურსების მართვის პროგრამები შეაფასა. ვფიქრობ, რომ თანამედროვე ორგანიზაციების კორპორატიული პასუხისმგებლობა უფრო მეტად აქცენტს უნდა აკეთებდეს თანამშრომლის კეთილდღეობაზე, თანამშრომლის ზრუნვაზე. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელია არქი თანამედროვე ქართულ დასაქმების ბაზარზე. კომპანია CSR-ის სტრატეგიის განვითარებაზე წლებია ზრუნავს და უახლოეს მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი საგანმანათლებლო სპორტის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას გეგმავს. კომპანიაში, რომლის მთავარი სლოგანია ერთი დიდი ოჯახი, ამბობენ, რომ ყველა ეს ნაბიჯი და ქმედება კომპანიის ზრდას, განვითარებასა და მუდმივ წინსვლას უკავშირდება.